ქართული ოცნება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის თეთრი სიით მინიჭებული პრეფერენციების გაუქმებას გეგმავს. ეს სიახლე ბიზნეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე გააცნეს. რევაზ სოხაძის განცხადებით შესაბამისმა პრეფერენციებმა მავნე პრაქტიკა შეიძინა, სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში მისი გაუქმებაც. ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებელი კომპანიების ნაწილში კი აცხადებენ, რომ თეთრი სიის ერთიანად გაუქმება სექტორში ლიკვიდურობის მნიშვნელოვან კრიზისს შექმნის. რა პრეფერენციებით სარგებლობდნენ თეთრ სიაში მოხვედრილი კომპანიები, რა იცვლება და რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს ბიზნესი ეგრეთ წოდებული თეთრი სიის გაუქმებით. ნუცა შუბაშვილმა მოისმინა შეფასებები და ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში გვერდდება. ნუცა გისმენთ. ნინო მოგესალმები. დღეს მოქმედი წესის თანახმად სახელმწიფო ტენდერების თეთრ სიაში რეგისტრირებული კომპანიები სხვადასხვა პრეფერენციებით სარგებლობენ. მათ შორის შესაბამის ონლაინ რეესტრში რეგისტრირებული მიმწოდებელ კომპანიებს საშუალება აქვს წინასწარი ანგარიშწორების შემთხვევაში შემწყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევარი ოდენობის გარანტია წარუდგინონ. ამ სიაში მოხვედრილი კომპანიებისთვის იგივე პრეფერენცია ვრცელდება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნის შემთხვევაშიც. სწორედ თეთრი სიით გათვალისწინებული პრეფერენციების გაუქმება იყო ერთ-ერთი ინიციატივა, რაც გუშინ გამართულ შეხვედრაზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს. რევაზ სოხაძე ამბობს, რომ შესაბამისმა პრეფერენციებმა მათ შორის საავანსო გადახდებთან დაკავშირებით მავნე პრაქტიკა შეიძინა, ამიტომ მისი გაუქმების საჭიროება დადგა დღის წესრიგში. რა თქმა უნდა, არსებობს საკითხები, სადაც შეიძლება ჩვენ და ზოგიერთი ბიზნესის წარმომადგენელი ვერ შევთანხმდეთ. სამწუხაროდ თეთრი სიიდან გამომდინარე პრეფერენციებმა საკმაოდ მავნე პრაქტიკა შეიძინა. ამიტომ დღეს ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული საკითხი საავანსო გადახდებთან დაკავშირებით უნდა გაუქმდეს და ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების დაცვის კუთხით, არამედ პირველ რიგში ბიზნესის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მათი ფინანსური სიჯანსაღისთვის მათ შორის. ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებელი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ თეთრი სიის ერთიანად გაუქმება სექტორში ლიკვიდურობის მნიშვნელოვან კრიზისს შექმნის, როგორც ბიზნესი განმარტავს. თეთრი სიით გათვალისწინებული პრეფერენციები, მათ შორის საბანკო გარანტიების წარდგენის ნაწილში, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტი იყო ინფლაციური პროცესების გადაზღვევის ნაწილში. შესაბამისად, სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თეთრი სია სრულად არ უნდა გაუქმდეს და გარკვეული პრეფერენციები უნდა შენარჩუნდეს. თეთრი სია ინფორმით როგორც არის, ამაში ფაქტიურად ორივე მხარე, კერძო სექტორის და სახელმწიფოს დამხდება, რომ გარკვეული რეფორმა არის საჭირო. რაც შეეხება თეთრი სიის, ესე თქვა, ერთიანად გაუქმება, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება და ჩვენი შეფასებით მნიშვნელოვანი ლიკვიდურობის კრიზისს შექმნის სექტორში. აქედან გამომდინარე, ჩვენგან ასოციაციიდან ინიციირებული იქნა რამოდენიმე ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ასევე გარდამავალ პერიოდს, მიეცით კომპანიებს ადაპტირების საშუალება და თეთრი სიის, ესე ვთქვათ, უფრო მოდიფიცირება მოხდეს და რეფორმა და არა, ესე ვთქვათ, ერთიანად მისი გაუქმება. ამიტომ ეს გამეორდები ლიკვიდურობის მნიშვნელოვან კრიზისში. თეთრი სიის საკითხი, რომელიც როგორც ვთქვათ, გადაწყვეტილი არის უკვე რომ და გაუქმდეს, ეს არის გარკვეული პრეფერენციები კომპანიებისთვის, ვინც მუშაობს სახელმწიფოსთან. რაც რა თქმა უნდა რთული იქნება ჩვენი დარგისთვის, განსაკუთრებით საერთოდ ყველა ბიზნესისთვის, მაგრამ ჩვენი დარგისთვის განსაკუთრებით. ამ თეთრი სიის პრეფერენციებით ჩვენ ვახდენთ გადაზღვევას ინფლაციური პროცესების, რომელიც ანუ ავანს ვიღებდით და ამ ავანს უმეტეს შემთხვევაში ვიყენებდით გადასაზღვევად ინფლაციური პროცესების, რომელიც ჩვენს დარგში ძალიან მძიმე არის, ძალიან ხშირად ხდება ფასების ცვალებადობა და ეს ცვალებადობა ძირითადად გაძვირების მიმართულებით ხდება სამშენებლო მასალებზე, შრომით რესურსებზე, რომელსაც ვიყენებთ. აღსანიშნავია, რომ ბიზნესის ნაწილი იზიარებს მოსაზრებას, რომ თეთრი სიით გათვალისწინებული ბენეფიტებით კომპანიების ნაწილმა ბოროტად ისარგებლა, რითიც სახელმწიფომ იზარალა, თუმცა მათი თქმით, სიის სრულად გაუქმებით უკვე კეთილსინდისიერი კომპანიების დაზრალდებიან. თეთრი სია არის პრივილეგია გარკვეული, რომელსაც იყენებდი მაგალითად ნახევარი უზრუნველყოფის გარანტიას წარადგენდი და იღებდი მთლიანი უზრუნველყოფის გარანტიას, ესე ვთქვათ, ამ სახელმწიფოს ფაქტობრივად ეხმარებოდა კომპანიებს ამ კუთხით. არიან რამდენი ხალხი კომპანიები, რომელსაც შეიძლება არაკეთილსინდისიერად მიუდგნენ თეთრი სიის თემას და აქედან გამომდინარე მათი არგუმენტი ეს არის, თუმცა
მთლიან სექტორისთვის ეს არ იქნება ნახდათ ჯანსაღი. იმიტომ რომ პროდუქტიულობა დაიწევს, კონკურენციას დაიწევს, შესაბამისად ბევრი კვალიფიციური კომპანიები ბევრ პროექტებში ვერ მოახერხებენ მონაწილეობის მიღებას. თუ თეთრი სია სრულად გაუქმება, ვიზარალებთ დანარჩენი კომპანიები, რომლებიც ეფიციენტისიერად ემსახურებით ამ მოცემულობას და შესაბამისად სარგებლობთ ამ ბენეფიტით. საუბარ მიდის აქტიური დისკუსია სახელმწიფოსთან, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს ზოგადად გაუქმდება თეთრი სია, დარჩება ნაწილობრივ, იქნება მხოლოდ საავანსო პირობების ნაწილში და ასე შემდეგ. ამ თემასთან დაკავშირებით მეც პირადად დავსვი კითხვა, რომ თუ გაუქმდებოდა საავანსო ნაწილში, დარჩენილიყო ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნაწილში. მოგეხსენებათ, თეთრი სიით არა მხოლოდ საავანსო გარანტიები მიდის 50%, არამედ როდესაც ხელშეკრულების უზრუნველყოფა ტენდერში მოცემულია 5%, კომპანიებს მიგვაქვს 2% ნახევარი ან 10% შემთხვევაში 5%. კიდევ ერთი საკითხი, რადგან გუშინელ შეხვედრაზე მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებმა იმსჯელეს ტენდერებში ფასს წარმოქმნა და შესყიდვებში ფასთა ინდექსაციის მოდელის სავალდებულო წესით შემოღება. შესაბამისი ინიციატივა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ მთავრობის წინაშე კიდევ ერთხელ დააყენა. ამ საკითხზე შეფასებებს და მოსაზრებებს მომდევნო გამოშვებებში უკვე ჩემი კოლეგა ანუკა ჯოხაძე გაგაცნობთ. მადლობა ნეცა, რატომ გეგმავს მთავრობას სახელმწიფო შესყიდვებში თეთრი სიით გათვალისწინებული პრეფერენციების გაუქმებაზე, როგორია ბიზნესის პოზიცია, ნუცა შუბაშვილმა გაგოცნობა.